არასოდეს აზრი კი არა. ფაქტები გაგახსენოთ. ფაქტები. პირველი ფაქტი. ზუსტად გამსახურდია სანამ იყო ხელისუფლებაში. ამერიკის პრეზიდენტი მაშინ იყო ბუში, მამა ბუში. რომელსაც გააკეთა განცხადება, რომ გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. მისგან ეს განცხადება იყო მწვანე სანთება გამსახურდიას წინააღმდეგ. გამსახურდიას მმართველობის დროს საქართველოში ჩამოდის დელეგაცია დასავლეთიდან ამერიკის ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები სოროსისა და მისი ძმანი მისნი და შეთავაზეს გამსახურდიას საქართველოს ეკონომიკაზე ზუსტად რაზე ისაუბრა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ მიმართულება ვიცი. საქართველოს ეკონომიკაზე და საქართველოსზე წვდომა, რომ ჩაებარებინა მათთვის და ზუსტად გამსახურდიამ უარი განაცხადა. კარებში რომ გადიოდნენ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მოუბრუნდა და უთხრეს, რომ მალე დაამთავრებდო თქვენო მარკ პოლიტიკით. და მალე უკვე ბუშმა გააკეთა განცხადება მამა ბუშმა, რომ დინების საწინააღმდეგოდ მიდის. ზუსტად გამსახურდია არ იყო ანტირუსული პიროვნება. ზუსტად გამსახურდია იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პიროვნება. და ის დაუპირისპირდა ახალ იმპერიას, ამერიკის იმპერიას, როდესაც უკვე მოვიდა ხელისუფლებაში და საბჭოთა კავშირი დაიშალა ბალე 91 წლის დეკემბერში დაიშალა საბჭოთა კავშირი და მალევე მეორე დღეს უკვე სრულები დაიწყო. მანამდე როგორც კი მიხვდა რომ საბჭე ემუქრებოდა საქართველოს რომ ამერიკა ჩაეყლაპა, წავიდა წინააღმდეგი და ამის გამო იქნა მოკლული ის და ჩამოგდებული ის რუსული ძალების მიერ კი არ ჩამოუგდიათ, მე მაშინ მეც ასე მეგონა. არამედ მაშინ გავიხსენოთ, ერთსინ იყო რუსეთის მმართველი და ერთსინ იყო მარიონეტი ამერიკის. უკვე მთელ დედამიწას ამერიკა მართავდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ და რაც ხდებოდა სადმე გადატრიალებები, ყველგან ფუნქციონებს ამერიკა. რატო ერთი კითხვა რო არის ცნობილი, არის რომელი ამერიკელმა პოლიტიკოსმა თქვა, რატო არ ხდება ამერიკაში გადატრიალება? იმიტომ რომ ამერიკაში არ არის ამერიკის საელჩო. ეს ამერიკელების სადარქვამია. და მეორე ფაქტი კიდე, როდესაც დაამხვეს ზუსტად გამსახურდია დამხობის დროს რა ქვია ეს პრემიერო განუდგა სიგუა და სხვები კიდე მოწინააღმდეგეები ძირითადად მას რომ იზოლაციაშია პრეზიდენტი და იზოლაციაშია პრეზიდენტი ვის იზოლაციაში აუსვამდნენ ხას ამერიკელმა და კონგრესმენებმა და ასე თქვეს და ისე თქვეს ხო არსებობს ეს ვიდეოები ამერიკული დემოკრატიის სახელით იქნა ზუსტად გამსახურდია დამხობილი და მერე კიდე როდესაც დაამხვეს სანამ ოქტომბერში 92 წლის ოქტომბერში არჩევნები იქნებოდა საქართველოში ჩამოდის ბეიკერი და გენშერი. ერთი ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, პროფესორი, სახელმწიფო მინისტრი, მეორე არის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლები. და მათი წასვლის მერე მალე იწყება ომი აფხაზეთში. ხო და სანამ ჩვენ გონიერება არ გვეყოფამ, ახლა მე აღიარე, მახინაც მეგონა რომ რუსეთმა დაამხო, ზუსტად გამსახურდია, მაგრამ რომ გავიდა დრო, უფრო გავაანალიზე. სანამ ჩვენ არ გვექნება გონიერება და გონიერად განжის უნდა რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენ აფერი არ გვეშველება, ჩვენ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვართ. ამერიკამ დაამხვა, რა დაამხვა და მოიყვანა თავისი წარმოადგენელი, შევარდნაძე გადაბირებული ყავდა უკვე ამერიკის აგენტურას, კაცო, რა უნდა ამის გაგებას. შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საბჭოთა კავშირში, გადაიბირეს უკვე. გორბაჩოვის ამერიკის კაცი იყო, შევარდნაძის ამერიკის კაცი იყო, ელცინის. რა უნდა ამის დანახვას. მაგრამ დანახვას გარკვეული გონიერება ზოგს სურვილი არ აქვს, ზოგს გონიერება არ ყოფნის. მეცვა დღესაც ამერიკა თამაშობს აქ, მაგრამ რუსეთი გაძლიერდა და დღესაც ამერიკა თამაშობს, მაგრამ რუსეთი რო გაძლიერდა უკვე კავკასიაზე კვლავ აქვს პრეტენზია, ისევე როგორც უკრაინაზე და აქ სხვა ძალის გარე ფაქტორებს არ დაუშვებს რუსეთი. ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ გამარჯვებულის მხარეზე. დღეს არის ეს რეალობა. ჩვენ თუ კი დავიწყეთ რუსეთთან საუბარს ნორმალურ საუბარ ჩვენ შანსი გვაქვს ფეხზე დადგომის. და რა ვიცი, აბა თუ ასე დავჩებით ხო როგორც ვართ ამ რეჟიმში რუსეთი ყველა შემთხვევაში შემოვა, მაგრამ შემოვა ტანკებით. ღმერთო შეგვიშველე.